საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აკაკი წერეთლის იგავზე, კატა და ლომი. უპირველეს ყოვლისა გაგახსენებთ, რომ ჩვენ ვისწავლეთ სულხან-საბა ორბელიანის იგავები. იგავი ისეთი ნაწარმოებია, რომლის პერსონაჟები ძირითადად არიან ხოლმე ცხოველები, ფრინველები, მაგრამ ამავე დროს ამ პატარა ნაწარმოებში დიდი სიბრძნე შეიძლება ამოვიკითხოთ. ერთდროულად სიბრძნეც არის იგავში, რადგან იგი ცხოვრების დამრიგებელი და ჭკუის მასწავლებელია და არის გარკვეული სიცრუეც, რადგან სიცრუეა ცხადია ის, რომ ცხოველები, ფრინველები ლაპარაკობენ, ერთმანეთს რაღაცას ეუბნებიან, ატყუებენ თუ არ ატყუებენ, ეს ყოველივე რასაკვირველი არის გარკვეულად წარმოდგენილი მწერლის მიერ. მისი ფანტაზიით შექმნილი, როგორც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ცხოველი რაღაცას ფიქრობს, ამბობს თავისთვის გულში, მაგრამ ხმამაღლა, რა თქმა უნდა, ცხოველები არ ლაპარაკობენ და ისინი და მათი ენა ადამიანისთვის არის გაუგებარი, რადგან ადამიანები სხვა ენით მეტყველებენ მაინც. იგავი შეიძლება ლექსათაც იყოს დაწერილი და იგავი შეიძლება პატარა მოთხრობის ფორმაც ჰქონდეს. ამჟამად ჩვენ წავიკითხავთ აკაკი წერეთლის, რადგან აკაკი პოეტია გახსოვთ, მას აქვს პატარა პროზაული ნაწარმოებებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის პოეტური იგავი, ლექსად დაწერილი და გავიგოთ შინაარსი მისი, გავიგოთ ის სიტყვებიც, რომლებიც შეიძლება თქვენთვის იყოს გაუგებარი. კატამ ნახა ლომის ლეკვი, უპატრონო, უდედური. სული ხორცად ეყრებოდა, შეებრალა უბედური. აიყვანა უძიძავა, უგამდლა და გამოზარდა. შესტრფოდა და შეხაროდა, შვილზე ნაკლებ არ უყვარდა. მარდი სწრაფი თვალტანადი საამური სანახავად, რომ დამთავრდა ნადირობდა, თავს ირჩენდა თავის თავად. ჯერ აქამდე გავარკვიოთ, რა ხდება, იმიტომ რომ არის ისეთი სიტყვები აქ, რომლებიც შესაძლოა ვერ გაიგეთ. კატამ ნახა ლომის ლეკვი. როგორც წესი ნებისმიერმა თქვენგან მაიცით, რომ ლომის შვილს ქვია ბოკვერი, ხოლო ლეკვი ქვია ძაღლის შვილს, მაგრამ ამ შემთხვევაში აკაკიმ ლომის შვილიც ლეკვად წარმოგვიდგინა, ასე რომ არ დავიბნეთ და აქ საუბარია ბოკვერზე. უპატრონო, უდედური. უდედური ნიშნავს დედის გარეშე. ეს არის აკაკი წერეთლის მიერ ამ ფორმით გამოყენებული სიტყვა. ანუ აქედან უნდა გამოვიტანოთ ასეთი დასკვნა, რომ კატამ ნახა პატარა ბოკვერი, რომელსაც თან არ ახლდა, თან არ ჰყავდა დედა. სული ხორცად ეყრებოდა. ეს გამოთქმა პირდაპირ არ ითარგმნება და ნიშნავს, რომ იგი კვდებოდა უკვე, ეტყობა ისე იყო მშიერი, ისე იყო დაღლილი და როცა დედის გარეშეა პატარა, სულ ერთია ის ბოკვერი იქნება თუ ბავშვი მაგალითად, ან და კნუტი, ან და ლეკვი, ცხადია, რომ ის ცოდვა დედის გარეშე საჭმელს ვერ შეულობს და ამიტომ ძალიან უჭირს თავის რჩენა. აი ამ ბოკვერსაც სული ხორცად ეყრებოდა და შეებრალა უბედურიო. კატას შეეცოდა ასეთი ბოკვერი, ანუ აი ამის თქმა სურს, შეეცოდა თავისი უდედობის გამო და თავისი გაჭირვების გამო. აიყვანა უძიძავა. ძიძა გახლდათ ქალი, რომელიც ზრდიდა სხვის შვილს, რომელიც მიიღებდა მას როგორც თავის საკუთარს და უვლიდა. უძიძავა ნიშნავს, რომ დედის მაგივრობა გაუწია. უგამდლა და გამოზარდა. გამდელი კი ცნობილ ოჯახებში ჰყავდათ, ის იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ზრდიდა ბავშვს დედაც ჰყავდა, მამაც ჰყავდა, მაგრამ გამდელი აქცევდა ყურადღებას იმას, რომ ეს ბავშვი წესიერად აღზრდილიყო, დაატარებდა მას სასეირნოდ, თქვა, წაიყვანდა სკოლაში, მოიყვანდა და ასეთ პატრონობას უწევდა. აი ასეთი გამდელობა გაუწია, ანუ უგამდელა ამას ნიშნავს, გამდელი გახდა კატა ლომის ბოკვრისა. შესტრფოდა და შეხაროდა, შვილზე ნაკლებ არ უყვარდაო. აი გვეუბნება აკაკი, როგორი მზრუნველობით ექცეოდა კატა ლომის ბოკვერს და როგორ გამოარჩია იგი, როგორ შეიყვარა და როგორ გაუწია ისეთივე დედობა და ისეთივე პატივისცემით მოექცა, როგორც მოექცეოდა იგი საკუთარ შვილს. მარდის სწრაფი თვალტანადი საამურად სანახავი. ეს გახლავთ დახასიათება ბოკვერისა, როგორი იყო იგი და როგორ გამოირჩეოდა, როგორი იყო სასიამოვნო სანახავად. რომ დამთავრდა. აი ეს სიტყვა შეიძლება ყველაზე უფრო გაუგებარი იყოს ამ ნაწილში ტექსტისა, რაც წავიკითხეთ.
რადგან როგორც წესი დამთავრდა სიტყვიან რაიმე ამბავზე, ფილმზე, რაიმე ნაწარმოებზე და დამთავრდას არ ამბობენ აღზრდაზე. მაგრამ აკაკიმ ამ შემთხვევაში გამოიყენა ამ შინაარსით, რომ დამთავრდა ნიშნავს, როცა აღიზარდა ბოკვერი, ანუ როცა დამთავრდა მისი აღზრდა, ასეთ შეიძლება გავიგოთ და როცა იგი ლომად გადაიქცა, ცხადია. ნადირობდა თავს ირჩენდა თავისთავად, ანუ მას უკვე აღარ სჭირდებოდა კატის დახმარება, ის უკვე დიდი იყო და უკვე თავის თავს თვითონ მიხედავდაო. აი ახლა გადავდივართ უკვე მომდევნო ამბავზე, რომელსაც გვიყვება ავტორი. ერთი ამბავი ეს იყო, როგორც მოისმინეთ, რომ კატამ იპოვა ლომის ბოკვერი, უდედო გაზარდა, ნამდვილი დედობა გაუწია, უკვე ლომად გადააქცია და უკვე დამოუკიდებლობა შესწინა. ერთ დღეს ბედმა უღალატა და ვეღარა ინადირა. შინ დაბრუნდა მშიერი და კატას შეჭმა დაუპირა. მაგრამ იგრძნო ციცუნიამ, რომ კარგს არას მიპირობსო. დაიფიქრა არ დამზოგავს თავს უშველო ისასჯობსო. წამოვარდა ზეზე ლომიც გამოუდგა მის დედობილს, მაგრამ კატა ხეზე შეხტა გადაურჩა ბრჭყალსა და კბილს. ლომი ხეზე ვეღარ შეხვდა და შესძახა დალოცვილო. რატომ მეც არ დამასწავლე ხეზე შესვლა დედობილო? მიტომ შვილო რომ ამ შავ დღეს მოველოდი შენგანაო, თუ რომ ხელში ჩაგვარდნოდი დამზოგავდი შენგანაო. იმედია გაიგეთ შინაარსი, ანუ ერთ დღეს, როცა ლომმა ვეღარაფერი ინადირა, მან გადაწყვიტა, რომ საკუთარი გამდელი შეეჭამა. მაშინ მას ბედმა უღალატაო, ამბობს აკაკი. ბედმა უღალატა, სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ხელი მოეცარა, ვეღარაფერი გააკეთა ისე, როგორც აკეთებდა ხოლმე, მას აღარ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ძველებურად ლაღად და კარგად გაეტარებინა დღე და ამიტომ როცა მშიერი დაბრუნდა და მოგეხსენებათ ლომი, როგორ განიცდის შიმშილს, როგორ უჭირს, რომ შეეგუოს ასეთ ყოფას, აი ამიტომ გადაწყვიტა, რომ კატა შეეჭამა. მაგრამ იგრძნო ციცუნია. ნახეთ, აკაკი როგორ სიტყვას მიმართავს კატის ნაცვლად, ციცა ეძახიან ხოლმე ასე კატას. ციცუნია კიდევ უფრო მეტად საალერსო სიტყვა, აკაკი თითქოს ცდილობს მოეფეროს კატას, რომელმაც ამაგი დასდო ამ ლომს, გაზარდა და ამის ნაცვლად მიიღო ასეთი ცუდი შედეგი. რომ კარგს არას მიპირობსო. მიპირობსო ჩვენ არ ვამბობთ სალიტერატურო ქართულით. ჩვენებურად უნდა ვთქვათ მიპირებსო. ნუ დაგვავიწყდება ის, რომ აკაკი წერეთელი მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაშინ იყო სხვა ნორმები. მას როგორც მწერალს შეეძლო ისედაც, რომ ნორმაც დაერღვია სალიტერატურო გარკვეულ შემთხვევაში, როცა მას სჭირდებოდა ეს იმისთვის, რომ ლექსი უკეთესად მოგვესმინა. დავუკვირდეთ როგორ არის მიპირობსო, სჯობსო. ანუ მან შეუწყო ეს ორი სიტყვა ერთმანეთს. ამას რითმა ეწოდება და როცა გაიზრდებით თქვენ ისწავლით რითმა რა არის. ამ შემთხვევაში აკაკიმ მიპირობსო საგანგებოდ დაწერა და ჩვენ გავიგოთ, რომ ციცუნიას გულმა უგზნო, რასაც უპირებდა ლომი, იფიქრა არ დამზოგავს, ანუ არ დამინდობს და ჯობია რომ თავს უშველო, ანუ ჯობია რაღაც ისეთი მოვიმოქმედო, რომ ცოცხალი გადავრჩეო. მართლაც როცა ლომი გამოეკიდა თავის დედობილს, კატა ხეზე შეხტა და ამით გადაურჩა ლომს. აკაკი ამასაც კარგად ამბობს, გადაურჩა ბრჭყალსა და კბილებსო. ცხადია, ლომი მას სწორედ ბრჭყალებითა და კბილებით მოკლავდა და მიირთმევდა შემდეგ. ლომი ხეზე ვეღარ შეჰყვა. ჩვენებურად ალბათ მიხვდით ეს არის, რომ ლომი ვეღარ ავიდა ხეზე. რადგან ალბათ ბევრჯერ დაგინახავთ, რომ კატას შეუძლია ხეზე ასვლა, ლომს კი ეს არ შეუძლია და ამიტომ მან უთხრა თავის დედობილს, დალოცვილო. რატომ მეც არ დამასწავლე ხეზე შესვლა დედობილო? მივაქციეთ ალბათ ყურადღება. სიტყვა დალოცვილო კარგი შინაარსისაა. მაგრამ ამ შემთხვევაში ლომი მას ისე წარმოსთქვამს, რომ დალოცვილო სინამდვილეში ცუდი შინაარსით უნდა გავიგოთ და საყვედურის ტონით არის ეს ნათქვამი და დალოცვილო ნიშნავს, რომ არ ახარ კარგი ადამიანიო. აი ასე აღიქმება ეს სიტყვა, რომ ხეზე ასვლა რატომ არ მასწავლე თუ ჩემი ნამდვილი დედობილი იყავიო. და კატა აუხსნის ლომს, რომ მას თურმე ეს შემოუნახავს თავის გადასარჩენად. ამ შავ დღეს მოველოდიო. შავი დღე ნიშნავს გაჭირვების დღეს. დღეს, როცა ადამიანი აუცილებლად
შეეგებება ალბათ თავის ცხოვრებაში, რადგან არ არსებობს ისეთი დრო, როცა გარკვეული გაჭირვება ჩვენ არ მოგვადგება ხოლმე და რაღაც შემთხვევაში არ გვიჭირს თავის გატანა და არ გვიწევს, რომ რამენაირად თავი გადავირჩინოთ. აი ასეთი დროისთვის შემოუნახავს კატასაც თავისი ხეზე ასვლის ხელოვნება და ეუბნება ამით ლომს, რომ თუ მე ამასაც გასწავლიდი, მაშინ ვერ გადავრჩებოდი, იმიტომ რომ შენ ხეზე ამოხვიდოდი ახლა და ნამდვილად არ დამზოგავდი, შემჭამდიო. თუ ჩვენ დაუკვირდებით აი ამ იგავს, იგავის სათქმელი არის ის, რომ ადამიანები ძალიან ხშირად იმ ადამიანებს, რომლებიც მათზე ზრუნავენ და ისინი უყვართ, ცუდად გადაუხდიან ხოლმე სამაგიეროს. ალბათ ყველა თქვენგანი მიხვდა, რომ როცა მე ნაცვლად კატისა და ნაცვლად ლომისა ადამიანი ვახსენე, შემთხვევით არ გამიკეთებია ეს, რადგან ნებისმიერი იგავ-არაკის სწავლება ჩვენ ადამიანებმა უნდა გამოვიყენოთ. მართალია, იგავ-არაკებში ცხოველები არიან და ფრინველები, როგორც წეგან გითხარით, მაგრამ მათი პირით, მათი საშუალებით ავტორი ადამიანებს გულისხმობს და ადამიანებს გვასწავლის ცხოვრების სწორ წესს. ალბათ ხვდებით, რომ სწორედ უმადურობაზეა ეს იგავი დაწერილი და ნაცვლად იმისა, რომ სიკვდილს გადარჩენილი ლომი, რადგან ის უდედოთ ასეთი პატარა სულს რომ ხორცად ეყრებოდაო, რომ გვიწერია, ანუ სული რომ მისი გაქცევას და გაქრობას ლამობდა და იგი კვდებოდა ჯერ კიდევ მაშინ კატას რომ არ ენახა, აი ასეთ მდგომარეობაში ნაპოვნი და გამოზრდილი ლომი ნაცვლად მადლობისა თავის დედობის შეჭმას უპირებს. ცხადია, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ამგვარი საქციელი არასწორია და არასოდეს უმადურობით არ უნდა გადაუხადოთ იმ ადამიანებს სამაგიერო, რომლებსაც უყვარვართ და რომლებსაც ჩვენთვის არაერთხელ უციათ პატივი. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მშობლებზეა საუბარი, რადგან შვილმა, როგორც გინდა მოინდომოს, მშობლის ამაქვს ვერასოდეს გადაიხდის, აქ კი ყველაზე დიდი უმადურობა სწორედ იქ არის გამოვლენილი და იმ შემთხვევაში, რომ ნამდვილი დედობა ვინც გაუწია და ნამდვილ მშობლად ვინც ექცა, სწორედ იმისი შეჭმა და იმის ტკივილის მიყენება გადაწყვიტა ლომმა. რაც რასაკვირველია, მისი მხრიდან ძალიან ცუდი საქციელი იყო. უნდა გითხრათ, რომ სულხან-საბა ორბელიანსაც აქვს ასეთი იგავი კატის გაზრდილი ლომი და როგორც ჩანს, სწორედ ეს იგავი აიღო აკაკი წერეთელმა, იმიტომ რომ ზუსტად ამ შინაარსისა ისიც და გალექსა. მისცა მას ლექსის ფორმა, რითაც გახადა უფრო იოლად წასაკითხი, უფრო სასიამოვნო წასაკითხი, მაგრამ დატოვა იგივე თემა, დატოვა იგივე სათქმელი და იგივე ამბავი, რითაც ჩვენ წამკითხველებს ჭკუა უნდა გვესწავლა და უნდა მიმხვდარიყავით, რამდენად ცუდი ადამიანია ლომი და რამდენად კარგი ადამიანია კატა. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიკეთე არასოდეს არ უნდა გავაკეთოთ და სიკეთე აუცილებლად ცუდად დაგვიბრუნდება, მაგრამ ადამიანები უნდა იყვნენ კეთილები და ადამიანები ამავე დროს უნდა იყვნენ სიკეთის დამფასებლები. სწორედ ამას გვასწავლის ეს იგავი. გმადლობთ ყურადღებისთვის.